მინდა დღეს წითელ სამყურაზე საქართველოს მინდორველების ამ ფართოდ გავრცელებულ ბინადარზე გესაუბროთ და ბოლოს რეცეპტებით შემოგთავაზოთ. წითელი სამყურა მედიცინაში სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენება. მას სისხლის გამწმენდიდან დაწყებული კიბოს საწინააღმდეგო თვისებებით დამთავრებული უამრავი სარგებელი მოაქვს, თუმცა ფარმაინდუსტრია წითელი სამყურასგან დამზადებული ქალის ჯანმრთელობის, მენოპაუზის სიმპტომების შესამსუბუქებელი პრეპარატებით არის გაჯერებული. მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ის მამაკაცებისთვის. თუ რატომ არის ის უფრო პოპულარული ქალებში, აიხსნება იმით, რომ ფიტოესტროგენის მაღალი შემცველობის გამო ის მენსტრუაციისა და მენოპაუზის სიმპტომებს ხსნის. მაგრამ წითელ სამყურას მამაკაცების ჯანმრთელობისთვისაც უნიკალური სარგებლობა მოაქვს, თუნდაც მისი პროსტატის კიბოსგან დამცავი ეფექტი რაც ღირს. გარდა ამისა, წითელ სამყურას უჯრედების დამცავი, ანთების საწინააღმდეგო და სისხლის გამწმენდი ეფექტი აქვს. ის აუმჯობესებს სისხლის ნაკადს, ამცირებს ქოლესტერინს, ხელს უშლის ძვლის მასის შემცირებას სიბერეში და როგორც მოგახსენეთ, ასევე იცავს პროსტატის დაავადებებისგან. წითელი სამყურა შეიცავს ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვან ნივთიერებებს, კერძოდ მაგნიუმს, კალციუმს, კალიუმს, ნიაცინს, თიამინს და ვიტამინ C-ს. გარდა ამისა, წითელი სამყურა შეიცავს სხვადასხვა ფიტოქიმიკატებს, ფლავონოიდებს, რომელთა ანტიოქსიდანტური, ანტიმიკრობული და ანტივირუსული მოქმედება აძლიერებს იმუნურ სისტემას და ამით მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ორგანიზმის ჯანმრთელობას. კუმარინები, რომლებსაც ასევე შეიცავს წითელი სამყურა, აუმჯობესებს სისხლის ნაკადს, სალიცილატებს აქვთ ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, გლიკოზიდები მხარს უჭერენ გულის აქტივობას, ხოლო მის ეთერზეთებს ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება აქვთ. განსაკუთრებით აღსანიშნავია წითელ სამყურაში შემავალი 4 სხვადასხვა იზოფლავონის უნიკალური კომბინაცია, გენისტეინი, დაიძეინი, ფორმონონეტინი და ბიოქანინია. სწორედ ეს იზოფლავონებია იმ ეგრეთ წოდებულ ფიტოესტროგენებს შორის, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან წითელი სამყურას ჯანმრთელობის განსაკუთრებულ და ყველაზე სერიოზულ ეფექტებზე. ამ მცენარეს ფიტოესტროგენების ყველაზე მაღალი შემადგენლობა აქვს, ამიტომაც სარგებლობს ის, როგორც ფიტოესტროგენების ყველაზე დიდი მომწოდeblis პოპულარულობით განსაკუთრებით ცენტრალურ ევროპაში. სიტყვა ფიტოესტროგენი გულისხმობს მცენარეულ აქტიურ ნივთიერებებს, რომლებიც თავისი ქიმიური შემადგენლობით ძალიან ახლოს დგას ადამიანის ესტროგენებთან. ფიტოესტროგენებს ასევე შეუძლიათ დაარეგულირონ ჰორმონალური ბალანსი. წითელი სამყურა თანაბრად ღირებულია როგორც ქალებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის. ფიტოესტროგენების ეფექტი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად აქვს ადამიანს ორგანიზმში საკუთარი ესტროგენი. თუ ესტროგენის დონე ძალიან მაღალია, როგორც ეს ზოგიერთ ქალში მენოპაუზამდე ხდება, ფიტოესტროგენები აჩვენებენ ანტიესტროგენულ ეფექტს. ეს ნიშნავს, რომ ფიტოესტროგენები ემაგრებიან ესტროგენის რეცეპტორებს და ამით ორგანიზმის საკუთარ ესტროგენს აბრკოლებენ, რომელსაც მასთან დაკავშირების ბევრად უფრო ძლიერი უნარი აქვს. სწორედ ამიტომ არის, რომ წითელი სამყურას ფიტოესტროგენებს ორგანიზმში ჰორმონების დონის დაბალანსება შეუძლიათ. ესტროგენის დონე ორგანიზმის მრავალ ფუნქციას არეგულირებს და მათი მოქმედება მხოლოდ ქალის მენსტრუალური ციკლით არ შემოიფარგლება. ამას გარდა ისინი ორგანიზმის ბევრ სხვა პროცესში მონაწილეობენ და ამდენად ქალის და კაცის განურჩევლად, ყველა ადამიანის ჯანმრთელობაში ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. ორგანიზმში ესტროგენის ადეკვატური დონე ხელს უწყობს ქსოვილებში სისხლის მიმოქცევას, ანუ ორგანოებში, ნერვული სისტემაში, ძვლოვან ქსოვილში, კანში და ასე შემდეგ. ის ხელს უწყობს ვენების გაფართოებას და არეგულირებს ქოლესტერინის დონეს, რითაც გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისგან იცავს. ის ასევე აკონტროლებს კალციუმის შენახვას ძვლებში, ზრდის კონცენტრაციის უნარს, მხარს უჭერს ჯანსაღ ძილს, ხელს უწყობს პოზიტიურ, ბედნიერ განწყობას, ეხმარება ცხიმის დაგროვებას კანის ქვეშ ისე, რომ ეს უკანასკნელი რბილი და ელასტიური იყოს. გარდა ამისა, ის შემაერთებელ ქსოვილში სითხეს აკავებს, რომ კანი გლუვი, ნაოჭებისგან თავისუფალი იყოს. ამ ყველაფრიდან გამომდინარე ნათელია ჯანმრთელობის შედეგები, როდესაც ორგანიზმში ესტროგენის ნაკლებობაა და ეს თანაბრად ეხება ქალებსა და მამაკაცებს. ესტროგენის ნაკლებობა მამაკაცებში საშუალო ასაკის კრიზისს იწვევს. ჰარვარდის სამედიცინო სკოლის ენდოკრინოლოგიის პროფესორის, დოქტორ ჯოელ ფინკელშტეინის ხელმძღვანელობით ჩატარდა კვლევა, სადაც მან მამაკაცებში ესტროგენის დეფიციტის შედეგები გამოიკვლია და დაასკვნა, რომ თუ მამაკაცებში ტესტოსტერონის დონე 300-დან 350 ნანოგრამამდე კონცენტრაციაზე ეცემა, ახალგაზრდა ასაკში ეს დაახლოებით 550 ნანოგრამია, ასევე ესტროგენიც ავტომატურად მცირდება და ამავე დროს იზრდება სხეულის ცხიმის პროცენტი. მეცნიერებმა აღწერეს ესტროგენის ვარდნა, როგორც მამაკაცის საშუალო ასაკის კრიზისის მთავარი მიზეზი, რადგან ის იწვევს ქალების მსგავსად ტიპურ სიმპტომებს, როგორიცაა დეპრესია, წონის მომატება, ძილის დარღვევა და ასე შემდეგ.
დოქტორ ფინკელშტეინის თქმით, მამაკაცის ლიბიდოსთვის საჭიროა როგორც ტესტოსტერონი, ასევე საკმარისი კონცენტრაციით ესტროგენიც. და თუ ამ ჰორმონის დონე ასაკის მატებასთან ერთად მცირდება, ანალოგიურად მცირდება ლიბიდოც. წითელი სამყურას ექსტრაქტი ამცირებს პროსტატა-სპეციფიურ ანტიგენს, ეგრეთ წოდებულ PSA-ის დონეს. ეს არის პროსტატის ქსოვილის მიერ წარმოებული ფერმენტი და მისი მომატებული დონე პროსტატის დაავადებაზე შეიძლება მიუთითებდეს. 2008 წლის კვლევამ გამოიკვლია წითელი სამყურას ექსტრაქტის გავლენა პროსტატისა და ღვიძლის ჯანმრთელობაზე, ასევე სექსუალურ ფუნქციებზე მამაკაცებში PSA-ის მომატებული დონით, მაგრამ ამავე დროს პროსტატის ბიოპსიის უარყოფითი დასკვნებით. ზემოაღნიშნული კვლევის საგანი საშუალოდ 65 წლის მამაკაცები იყვნენ და ყოველდღიურად იღებდნენ 60 მგ წითელი სამყურას იზოფლავონის ექსტრაქტს. შედეგად დადგინდა, რომ სუბიექტებში პროსტატა-სპეციფიური ანტიგენის მაჩვენებელი 30%-ზე მეტით შემცირდა. უკუჩვენებები კი არავისში გამოუწვევია. წითელი სამყურა გავლენას ახდენს მენოპაუზის სიმპტომებზე. იზოფლავონებს, რომლებიც წითელ სამყურასა და მაგალითად სოიოშია, ფარისებრ ჯირკვალზე შეუძლიათ გავლენა მოახდინონ, ისინი ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების წარმოქმნასთან ინტერაგირებენ. ეს იყო ევროპის სურსათისუნებლობის ორგანოს მიერ 2015 წელს ჩატარებული სისტემური მიმოხილვის შედეგი, რომელიც ფოკუსირებული იყო იზოფლავონის შემცველ დიეტურ დანამატებზე ქალებისთვის მენოპაუზის დროს და მის შემდეგ. პრეპარატების სადღეღამისო დოზა 35-დან 150 მგ იზოფლავონამდე შეადგენდა. 2007 წელს დოქტორმა მარტინ იმჰოფმა ვენის გინეკოლოგიის საუნივერსიტეტო კლინიკიდან წითელი სამყურას ექსტრაქტით კვლევა წარმოადგინა, რომელშიც 180 პაციენტი მონაწილეობდა. მენოპაუზის სიმპტომების გარდა ასევე დაფიქსირდა გავლენა განწყობაზე, კონცენტრაციაზე და ძილზე. სუბიექტები 25 კვირის განმავლობაში ყოველდღე 80 მგ წითელი სამყურას ექსტრაქტს იღებდნენ. შედეგი შთამბეჭდავი აღმოჩნდა, ექსტრაქტმა მნიშვნელოვნად დადებითი გავლენა იქონია სუბიექტების ყველა სიმპტომზე. ალები და ოფლიანობა შემცირდა, კონცენტრაცია, გუნება განწყობა და ძილი კი ამავდროულად გაუმჯობესდა. 2010 წლის ჯვარედინ კვლევას, ისევე როგორც ზოგიერთ სხვა კვლევასაც, ანალოგიურად დადებითი შედეგები მოჰყვა. გარდა ამისა, დოქტორმა იმჰოფმა წარმოადგინა კვლევის შედეგები წითელი სამყურას ექსტრაქტის გავლენის შესახებ სიმსივნის ზრდაზე. მკერდის სიმსივნურ უჯრედებს ფიტოესტროგენებით მკურნალობდნენ. შედეგი სენსაციური იყო. წითელი სამყურას ექსტრაქტმა კიდევ უფრო გააქტიურა დნმ-ის შემკეთებელი გენები. ასე რომ დოქტორი იმჰოფი მივიდა დასკვნამდე, რომ წითელ სამყურას სიმსივნეების განვითარებისგან დაცვა შეუძლია. 2007 წლის სხვა კვლევაში შეისწავლეს წითელი სამყურას გავლენა ათეროსკლეროზის განვითარებაზე მამკურდღლებში სისხლში ლიპიდების მაღალი დონით. შედეგი, წითელი სამყურას ექსტრაქტის მიღებით, ტრიგლიცერიდები და LDL ქოლესტერინი შეიძლება მნიშვნელოვნად შემცირდეს, ხოლო HDL ქოლესტერინის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზარდოს. შედეგი ვარაუდობს, რომ წითელ სამყურას შეუძლია მნიშვნელოვნად შეამციროს გულსისხლძარღვთა რისკის ფაქტორები, რომლებიც საბოლოოდ ინსულტს ან გულის შეტევას იწვევს. უკვე წარმოდგენილი კვლევების გარდა შემდგომი კვლევები ადასტურებს წითელი სამყურას წარმატებით გამოყენებას პოსტმენოპაუზის ქალებში ძვლის სიმკვრივის შესანარჩუნებლად და მის პრევენციულ ეფექტურობას ოსტეოპოროზის ანუ ძვლის მასის დაკარგვის წინააღმდეგ. გარდა ზემოთ თქმულისა, წითელი სამყურას ექსტრაქტის ეფექტი კანზე ასევე შთამბეჭდავია. მისი ანტიოქსიდანტები კანის უჯრედებს თავისუფალი რადიკალების მიერ დაზიანებისგან იცავს. გარდა ამისა, წითელი სამყურა ზრდის კანის სიმკვრივეს და ელასტიურობას. მისმა რეგულარულმა გამოყენებამ კვლევების შედეგად აკნეს ანუ სუფთაო კანის მქონე ადამიანებში მნიშვნელოვანი გაუმჯობესება გამოიწვია. სამყურას ექსტრაქტით მკურნალობა ეფექტური აღმოჩნდა კანის დაავადებებზეც, როგორიცაა ეგზემა ან ფსორიაზი. აქედან გამომდინარე, წითელი სამყურა კანის მოსავლელ უამრავ ნატუროპათიურ საშუალებაში გამოიყენება. ახლა, როდესაც წითელი სამყურას ასე მრავალხრივ დადებით ეფექტზე ვისაუბრეთ, გადავიდეთ იმაზე, თუ როგორ შეგიძლიათ ეს მცენარე მოიხმაროთ. წითელი სამყურას ყვავილების ან მისი ყლორტების მოხმარება სალატში ან წვნიანში შეგიძლიათ, რაც რა თქმა უნდა, ძალიან სასარგებლო და გემრიელია, მაგრამ ამ გზით თქვენ ვერ მიიღებთ იზოფლავონების იმ რაოდენობას, რომ თქვენს ჯანმრთელობაზე დიდი ეფექტი მოახდინოს. ამიტომ ჯობს მიიღოთ წითელი სამყურას ექსტრაქტის ნაყენის სახით. ან წითელი სამყურას ჩაისვათ. ექსტრაქტი, რა თქმა უნდა, უფრო ეფექტურია, თუმცა თუ თქვენ მასზე რაღაც მიზეზების გამო ხელი არ მიგიწვდებათ, გაგაცნობთ როგორ მოამზადოთ ნაყენი. საამისოდ ჩვენ გვჭირდება მხოლოდ ყვავილები. ამიტომ შესაბამისად მხოლოდ თავები მოკრიფეთ. საუკეთესო ფერი რომ შეინარჩუნოს ჯობს დილით მოკრიფოთ, როდესაც ჯერ ოდნავ ნამიადევს.
მოკრეფილი ყვავილები კალათაში ან ხის დაფაზე დააწყვეთ და ბნელ და თბილ, კარგად გაჰაერებულ მშრალ ადგილას მოათავსეთ. ყვავილები ერთმანეთს არ უნდა ეხებოდეს. შრობის პერიოდში ხშირად გადააბრუნეთ. მოცემულობების დამიხედვით მათ გაშრობას 1-2 კვირა დასჭირდება. ნაყენისთვის დაგჭირდებათ წითელი სამყურას გამხმარი ყვავილები, ალკოჰოლი მინიმუმ 80 გრადუსით. ჩაყარეთ ყვავილები ქილაში და ალკოჰოლი დაასხით, ისე რომ დაიფაროს. მჭიდროდ დახურეთ და ბნელ ადგილას დადგით. 6 კვირა დააცადეთ, დრო და დრო შეაჯანჯღარეთ. შეწოვის გამო შეამოწმეთ ხოლმე ალკოჰოლის დონე, თუ დააკლდათ დაამატეთ, რომ ყოველთვის ბოლომდე იყოს დაფარული. 6 კვირის შემდეგ სუფთა მარილის გამოყენებით სუფთა ჭურჭელში კარგად გადაწურეთ. კარგი იქნება თუ პატარა ბოთლებში გადაანაწილებთ. სტანდარტული დოზა არის მოზრდილისთვის 0.5-დან 1 ჩაის კოვზამდე 3 დღეში. წითელი სამყურას ჩაი. წითელი სამყურას ჩაის მოსამზადებლად დაგჭირდებათ 4 ჩაის კოვზი ახალი წითელი სამყურას ყვავილები, ან 1 ჩაის კოვზი გამხმარი ყვავილები. დაასხით 250 მლ მდუღარე წყალი, დააფარეთ და 10 წუთი გააჩერეთ. ამის შემდეგ ჩაი გადაწურეთ. ყოველ დღეს 3-4 ჩიქა წითელი სამყურას ჩაი შეგიძლიათ მიირთვათ. ქალებისათვის ვაგინალური პრობლემების დროს შესანიშნავია წითელი სამყურას აბაზანების გაკეთება. გაფრთხილება. მისი ესტროგენის მსგავსი მოქმედების გამო არ გამოიყენოთ წითელი სამყურა ორსულობის დროს, ან თუ უკვე ჰორმონებით მკურნალობთ. გარდა ამისა, წითელი სამყურა შეიცავს ეგრეთ წოდებულ კუმარინებს, ანტიკოაგულანტული ეფექტის მქონე ინგრედიენტებს. ამიტომ თუ სისხლის გამათხელებლებს ღებულობთ, წითელი სამყურას მიღებამდე ექიმს გაესაუბრეთ. ჯანმრთელად იყავით ქართველებო. გემშვიდობებით მომავალ საინტერესო ვიდეომდე. კარგად ბრძანდებოდეთ.